ჩვენს გადაცემათა ციკლში კანონი და საზოგადოება გესაუბრებით იმ სამართლებრივ მექანიზმებზე, რომლებიც არეგულირებს საქართველოს მოქალაქეთა ურთიერთობებს სამთავრობო სტრუქტურებთან. 6 სხვადასხვა რეგიონში ჩაწერილ 6 ტელეგადაცემაში თქვენ იხილავთ იმ კანონდარღვევებს, რომელიც ლახავს საქართველოს მოქალაქის უფლებებს. ფოთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თელავსა და თბილისში გაშუქებული თემები ეხება ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებს, წვევამდელთა უფლებებს, გარემოს დაცვას, მიწის სამართლიან განაწილებას, დაკავებულთა უფლებებსა და რელიგიის თავისუფლების საკითხებს. გორში ტოქ-შოუს წაიყვანს ჟურნალისტი გოგა აფციაური. მოგესალმებით, სვირფოს ტელემაყურებლები. ჩვენ ვიმყოფებით გორში, ტელეკომპანია თრიალეთის სტუდიაში. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემას მიწის განაწილების პროცესში დაშვებული კანონდარღვევები წარმოადგენს. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემა მოხდა. პრივატიზაციის დროს დაშვებულმა დარღვევებმა უამრავი კონფლიქტი გამოიწვია. კონფლიქტები ზოგიერთ სოფელში დღესაც გრძელდება. მოსახლეობის ერთი ნაწილი დღემდე უშედეგოდ მოითხოვს კუთვნილი მიწის მიღებას. ამ ფონზე გორის რაიონში მიწის იჯარით გაცემა ზოგიერთი პირისთვის უპრობლემოდ მიმდინარეობს. ზოგიერთი გლეხი თვლის, რომ მისი უფლებები მაშინ დაირღვა, როცა მას კუთვნილი მიწა არ მისცეს და პრივილეგია იმ პირებს მიანიჭეს, რომლებსაც საუკეთესო მიწის ნაკვეთები გადასცეს. ახლა ვნახოთ სიუჟეტი, რომელიც გორის რაიონის სოფელ ქიცნისში მომზადდა. სოფელ ქიცნისში მცხოვრებ 68 წლის გივი ნაოჭაშვილს 50 მიასედ მიწის ნაკვეთზე მოწეული მოსავლით წლიდან წლამდე ოჯახის შენახვა ძალიან უჭირს. ხშირად ტექნიკაც უფუჭდება და მიწის დამუშავება ხელით უწევს. ამ დროს მას მეზობლები ეხმარებიან. იგი 10 წელია მიწის ზღვრული ნორმის, ჰექტარი და 25 მიასედის შევსებას მოითხოვს. ვის აღარ მიმართეთ? პარლამენტში ვიყავით, დეპარტამენტში ვიყავით, სულ ვიყავით რა და ყველა გვეუბნება გეკუთვნით უნდა. ეს თავრობა არ გვაზეს ეს. დათო ქობლენძე ებღაუჭება მიწებსა. ნაოჭაშვილის მსგავსად ქიცნისში ხილის ბაღებს 30-მდე ოჯახი ითხოვს, მაგრამ უშედეგოდ. ყველაფერი კი 1992 წელს დაიწყო. ომისა და ქაოსის პერიოდში სრულიად მოუმზადებლად მოხდა სახელმწიფო მიწის ხალხზე განაწილება. იმ დროს შექმნილი კომისიის დარღვევები დღესაც გამოუსწორებელია. მაშინ გაყრილი კომლები შეაერთეს. არაქართველებს კი 30 მიასედზე მეტ მიწას არ აძლევდნენ. საუკეთესო მიწები კომისიის წევრების, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის და მათთან დაახლოებული პირების ხელში აღმოჩნდა. დაზარალებული გლეხები კი სამართალს 10 წელია უშედეგოდ ეძებენ. ვერსად ერთ ინსტანციაში ვერაფერს გავხდით და რატომ? ყველა ეს გზა მიდის დაუშვათ არა დირექტორთან, არა გამგებელთან და ასე შემდეგ. ყველა გზა, აბსოლუტურად სულ ყველა გზა მიდის დათო ქობლიანძესთან. არ არის კანონში ნახსენები, რომ დავაკმაყოფილოთ ჩვენ მსხმოიარე ნაკვეთი. ჩვენ გვაქვს სარეფორმოდ გამოყოფილი ცარილი მიწის ნაკვეთი და კანონში პირდაპირ წერია დააკმაყოფილდეს მიწის ნაკვეთი. ამით ჩვენ ვაკმაყოფილეთ. ქიცნისში შექმნილი მეურნეობა მიხეილ ქობლიანიძის, დღევანდელი შიდა ქართლის გუბერნატორის დავით ქობლიანიძის მამის სახელს ატარებს. ეს მეურნეობა 40 ჰექტარ ვაშლის ბაღს მოიცავს და მას გუბერნატორის ნათესავები პატრონობენ. ხალხი არ აქვს, რომელი შეპესედია ლაპარაკი. ხელ გავიგებენ. რა შეპესედია ლაპარაკი? ჯერ მიეცი ხალხს და რო დაცება შენი შეპესე მერე იყრეს. 100-ია წესი და 100-ია კანონი. 2 წლის წინ 30 ქიცნისელმა ეს ბაღი თვითნებურად დაიკავა. იჯარის გაუქმება და 30 მიასედის მათზე გაფორმება მოითხოვა. მე ბაღიდან გამსვლელი არა ვარ. შეიძლება ერთი კაცი მოვკლა და მე მოვიკლა თავი რომ მაინც ციხეში ერწავა. აი ეგ იქნება მეტი არაფერი. მე სხვა ბაღიც არ ამჭირდება, იმიტომ რომ მე ამ ბაღს უვლის, სულ არაფერი მოისხას. ვალში ჩავჯდები მაინც მეორე წელს მაინც მოისხავს. აი ჩემთან მოვიდეს ვიღაცა და სისხლი დაიყვება, უნდა დაიღვაროს. მე წინ ვდგები. სხვაჯერს იმიტომაც არის ესეთი დიდი სურვილი ბაღის აღებისა, რომ შემდეგ ისინი უფრო ხშირ შემთხვევაში ამას ასხვიცებენ და ერთი რომელიმე წინასწარ დაუშვათ უკვე თავს ესე რომ ვთქვათ, რომ აიღე შენ და მე ვიყიდი შენგან. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გლეხებს დაკავებული ბაღის დატოვება მოსთხოვეს. სამაგიეროდ სხვა უფრო მოშორებით მდებარე ნაკვეთის განაწილება შეპირდნენ, მაგრამ უარი მიიღეს. ქიცნისელები თვლიან, რომ სიტუაციას გუბერნატორი აკონტროლებს და იჯარიდან არაოფიციალური წილიც მას მიაქვს. თანამდებობის პირი ახლა იმას უჭირამ და აქვინებსაც ავალენ და თანამდებობის პირები არიან, აბარეები არიან. გადახტებიან, გადააყენე, გადმააყენე. როგორ თუდათ რა, ვის ან ხელი აწევა უნდა რომ ვიღაცა ხმა მიიღო, ეხლა სადღაცა სიდე ეყოლებათ ნათესავი მოვა დავაი ადგილი ნახე.
სასაცილოა როგორც ამ წილებზე ლაპარაკობ და დავუშვათ რაღაცა ჩემი მხრიდან იქ დაინტერესებაზე. ყველა მისის რომ პირიქით თუ კი მე რამე შემიძლია იქით ვეხმარები. მე მაქვს მამა პაპეული, მამა პაპა ჩემის, მამა ჩემის აღებული ალბათ ის ნორმა, მიწის ფართი. სიმართლე გითხრა, ვერც ვახერხებ უკვე. იქ ჩემი ნათესავები, ბიძაშვილები ულიან. მე 21 დეკემბერს დათო ქობლიანიძე შემპირდა თუ კი გავიდოდი ამ თამაშიდან და სხვა ბაღში შევიდოდი ის გაიღებდა კომპენსაციას. ასეც უნდა იყოს. დღესდღეობით გორის რაიონში მიწის იჯარით გაცემისთვის შექმნილი მუდმივი მოქმედი კომისიის მიერ ხელშეკრულებით 230 იჯარაა გაცემული. მოიჯარესთან ხელშეკრულება მაქსიმუმ 49 წლით იდება. საქართველოს პრეზიდენტის 446-ე ბრძანებულებით თვითოეული იჯარა მხოლოდ კონკურსის წესით უნდა გაცემულიყო. საკონკურსო პირობები კი პრესით უნდა გამოქვეყნებულიყო, რაც 2000 წლამდე არ მომხდარა. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს დადგენილება ნომერი 446 მიწის იჯარით გაცემა. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კომისიას ემატება იმ სოფლის წარმომადგენელი, რომლის გამგებლობასაც განეკუთვნება იჯარით გასაცემი მიწის ნაკვეთი. იმ შემთხვევაში თუ მიწის იჯარით აღებას თხოვლობს მხოლოდ ერთი პირი, მას მიწა იჯარით მიეცემა უკონკურსოდ. ყველა სხვა შემთხვევაში იურიდიულ და ფიზიკურ პირებს მიწა იჯარით მიეცემათ მხოლოდ კონკურსის წესით. კონკურსის გამოცხადება. კომისია მიღებული მასალების საფუძველზე ადგენს საინფორმაციო ცნობას კონკურსით მიწის იჯარით გაცემის შესახებ და უზრუნველყოფს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მის გამოქვეყნებას კონკურსის მოწყობამდე 20 კალენდარული დღით ადრე. პრაქტიკულად ხდება ის, რომ ფაქტობრივად არ არსებობს რაიონული კომისია, არ არსებობს მათი სხდომები, მათი ასე ვთქვათ, განხილვის თითოეული განცხადების განხილვის წესი და შესაძლებლობები და აბსოლუტურად იმ დონეზეა, როგორც ესე იგი თავიანთ სურვილისამებრ. ვისაც უნდა მისცემენ იჯარას, ვისაც უნდა არ მისცემენ. ჩემი მუშაობის პერიოდში აბსოლუტურად ყველა 2000 წლის 12 იანვრიდან ყველა იჯარა რომელიც გაცემულია მე ახლა შემიძლია სეიფი გავაღო გადმოგიღოთ ყველა გაზეთი ყველა ნომერი ყველა იჯარა რომელიც კი არის გაცემული ჩემი მუშაობის პერიოდში აბსოლუტურად ყველა გაზეთშია გასული სულ ყველა შექმნილი იჯარების გამო დაპირისპირება დღეს ბევრ სოფელში ვერც ხელისუფლება და ვერც კომისია კონფლიქტებს ვერ აგვარებს მრავალი საქმე სასამართლოზეა გადაცემული გაჭიანურებული პროცესები კი ისევ გლეხობას აზარალებს. ჩვენ კლუბ სტუდიაში ვიმყოფებით და ახლა ჩვენი გადაცემის სტუმრებს გაგაცნობთ. ზაქრო მაზმიშვილი, გორის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსი. კოტე აბაშიშვილი, გორის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფროსი. მიხეილ ქარელი, ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარე. ქეთევან ბებიაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი. გორში მოქმედი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სოფლების კიცნისისა და ყელქცეულის მაცხოვრებლები, ასევე მასმედიის წარმომადგენლები. დღეს ჩვენ გვინდოდა სტუდიაში შიდა ქართლის გუბერნატორი დავით ქობლიანიძე და გორის რაიონის გამგებელი ზაზა კოშაძე მოგვეწვია. თუმცა მათ სტუდიაში სასაუბროდ ვერ მოიცალეს. მე პირველი კითხვა თქვენთან მექნება ბატონო ზაქრო, ჩვენ ნახეთ აგერ რეპორტაჟი და იქნებ გითხრათ, გარკვეული დრო გავიდა მას შემდეგ, რაც არიან უკმაყოფილო ადამიანები და რომლებიც მოითხოვენ მიწას. ხშირ შემთხვევაში ისინი უარს იღებენ. რა არის საფუძველი აი ამ უარისა? საერთოდ მიწა ყველას უნდა მიიღო აუცილებლად, მაგრამ ჩვენ სიუჟეტშიც ნახე და მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო. ალბათ კანონი შეიძლება მეც არ მომწონდა, მაგრამ ესე იყო. პრივატიზაცია არ უნდა შეხებოდა ისეთ მიწებს, რომელიც სტრატეგიული იყო, თქვათ, სასდელი, სანერგე, სანაშენე და ასე შემდეგ. ეს თავიდანვე არ მოხდა და თავიდანვე ის განაწილდა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თავიდანვე უნდა სწორი განაწილებულიყო და იყო კომპეტენტური ყრილობა დაედგინა კატეგორიების მიხედვით რამდენი რომელ სოფელში უნდა განაწილებულიყო. და დღეს ძალიან ძნელია ახლა ამდენი წლის შემდგომ არავის აქვს იმის უფლება, მაშინ კანონი უნდა შეიცვალოს, რომ დაირღვეს და კატეგორიებით შეიცვალოს და მიიღოს თქვა ყველამ პირველი კატეგორია. ეს ცვლილება გარკვეულ პერიოდში მოხდა, როდესაც ექიმებზე და აი ამ პედაგოგებზე და ასე შემდეგ ამ კატეგორიის ხალხზე იყო მეორე კატეგორია 0,75 გექტარი განაწილებაში და სადღაც 2-3 წლის შემდეგ მოაყოლეს კანონში ცვლილება იყო და ისინი პირველ კატეგორიაში გადაიყვანეს. თქვენ რას ფიქრობთ?
როგორ შეიძლება ვთქვათ დარეგულირდეს ეს პრობლემა და აი ამ ხალხმა რა გააკეთოს კეთინო ეს არის საინტერესო. პრობლემის დარეგულირებამდე მნიშვნელოვანი იმისი აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე, როდესაც მოხდა მიწების დარიგება, ეს არ მოხდა კანონის მოთხოვნების სწორი დაცვით. მან დააღნიშნება ძალიან ბევრი დარღვევა, რომელმაც შემდგომ გამოიწვია და იჩინა თავი. მით უმეტეს ეს არის დაკავშირებული მიწების განაწილებასთან. დღესაც კი ხშირად ჩვენ თვითონაც გვიხდება რაღაც ოქმების მოძიება, რომელსაც ფაქტობრივად ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ ოქმები განაწილების შესახებ თითოეულ სოფლის დამიხედვით და ამასთანავე ძალიან ბევრი დარღვევები არის, ვინაიდან და რადგან საჯარო რეესტრში აღრიცხვა არ მოხდა და შესაბამისი ბარათების გადაცემა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ამასთანავე მიწებთან დაკავშირებით. დღეს მოსაგვარებლად ამ პრობლემის უპირველესად რომ ვთქვათ, გარკვეულწილად რთულია პრობლემის მოგვარება, ვინაიდან და რადგან გასაჩივრების ვადაც კი სამწლიანი ვადა ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებით არის გარკვეულწილად გასული. ეს მოსახლისთვის არის უარყოფითი, რა თქმა უნდა, მაგრამ დღესაც კი მათ შეუძლიათ მოითხოვონ თავდაპირველი მიწის ნაკვეთის გამოყოფა. ამასთან დაკავშირებით კი უნდა მოიძიონ ის ოქმები, რომელიც იქნა შედგენილი მაშინ საკრებულოში თუ შესაბამის კომისიაში, რომელმაც მოახდინა მიწის მე ერთი რაღაცა მაინტერესებს. თქვენ საუბრობთ კანონის, ასე ვთქვათ, ხანდაზმულობაზე. მაგრამ თუ ეს დარღვევა აღმოჩნდა დღეს, თუ გამოიკვეთა, რომ დღეს დაფიქსირდა ეს დარღვევა, ამ შემთხვევაში რას ამბობს კანონი? კი, ამ შემთხვევაში მათ შეუძლიათ ჩვეულებრივი ვადა გამოიყენონ გასაჩივრების სასამართლოს წესით, რა თქმა უნდა, და მიმართონ შესაბამის ორგანოებს და მოითხოვონ ამ დარღვევის აღმოფხვრა. ბატონო მიხეილ, მე როგორც ვიცი, თქვენი კავშირი მუშაობდა ამ პრობლემებთან დაკავშირებით და რა დარღვევებს წააწყდით, აი, როდესაც აი მიწის განაწილების პრობლემაზე მუშაობდით და აი კომისიების მუშაობის შესახებ იქნებ გითხრათ ორი ოდესით. თქვენი აზრით. ძალიან კარგია, როდესაც ბატონი ზაქრო სოფლის სამართლის პროცესი თავიდანვე იწყებს კანონის სრული დაცვით ლაპარაკს, ნორმების გამოყენებას, რაც შემდგომში ეს გასათვალისწინებელია დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით. მართლაც კეთილ მშვენივრად აღნიშნა ეს ფაქტი, რომ მართლაც მომზადებელი შეხვდა, როგორც მე ვიტყოდი, ხელისუფლება, ასევე მოსახლეობა ამ მიწის გაცემის საკითხთან დაკავშირებით. მომზადებელი იყო ფაქტიურად. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლობა საკმაოდ შემცირებულიყო და შენელებულიყო, უფრო მეტი უნდა გამოიყენებინა იმისათვის, რომ თვითონ გაეცნო, ჯერ თავისთვის გაეცნო ის კანონი და შემდეგ მოსახლეობისთვის გაეცნო, რას ნიშნავდა ეს კანონი და რა იყო მომავალში აი ეს მიწის განაწილების საკითხი. აუარებელი პრობლემაა. მართლაც კერძო სექტორში მაქვს ჯერჯერობით ლაპარაკი ამ მიწის განაწილებასთან დაკავშირებით. თითქმის მე ასე ვიტყოდი, მთლიანად გადასახელია გორის რაიონის ეს მიწის განაწილების საკითხი. უნდა აუცილებლად მოხდეს პრივატიზაციის გადახედვა აბსოლუტურად, უნდა ინვენტარიზაცია ჩატარდეს ამ მიწებისა და გამოაშკარავდეს. არის სოფლები და ადამიანები, რომლებსაც ორმაგი რაოდენობის ნორმები აქვთ, არის განსაზღვრული ნორმები, სამმაგი და არის კატეგორია, რომელსაც ის ზღვრული ნორმაც არ აქვს, რაც კანონით ეკუთვნოდა მას. დარღვევები ძალიან ბევრი იყო და კომისიებმა, რომლებიც იცვლებოდნენ კალეიდოსკოპური სისწრაფით, უბრალოდ ასრულებდნენ იმ დავალებას, რაც ქონდა თავის ნათესავებიდან, თავის პირადი თუნდაც მერკანტილური ესე იგი დარღვევები და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დარღვევები ძალიან დიდი რაოდენობით. ჩვენ არ აქვს დღესაც ჩატარებული ინვენტარიზაცია, თუმცა მუშაობს ახლა საერთაშორისო ორგანიზაცია UNDP, ესეთი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს გორის რაიონში და ალბათ სადღაც წლის ბოლოს, ან იქიდან წლის დასაწყისში ჩვენ გვექნებათ მთლიანი სურათი. ჩემი პრობლემა ეს არის შვილო. მე როცა ნაკვეთები დანაწილდა, საიდანაც მე ვარ ჩამოსული, ქართველი სოფელია, იქ ვარ დაბადებული, 100 კილოметრი იქ ვარ გადლი, მამა პაპა იქ მიმატია. ამ კაცისაც იქ არიან, მაგრამ უსური გვარი აქ მას მე რა უყოფილ ვარა? 45 წელიწადი მაგ სოფელს ვემსახურეთ. მე ბოდიშ გიხდით, ორთა ფეხებით ინვალიდი ხალი ვარ. ის 4 წელიწადია ბრმათაზის მექანიზატორად იყო 40 წელიწადი. დღეს ჩვენ ორი დირივაშლი არ გვინდა, შვილო, ბავშვით კი მოგვიყვდა გოგა. შიმშილით რა თქვენ რამდენი მიასოდი მოგცეს სულ, როდესაც განაწილდა მიწა? როდესაც დანაწილდა, არა ქართველები ხართ. ქართველი თუ იყო მოსული, იმასაც მაინც არის, იმასაც მაინც არა, მოსული ხარ. როგორ ვარ, ყველა მოსულები ვარ საქართველოში, არავინ.
ვიღაც გერმანელი ჩამოვიდა თავი დროშას აფრიალებს და მე ახარ დავიბადე და ახარ გავიზარდე. მე ახარ ფიზიკულება მაქვს, ვერ გავიგე. და რამდენი გაკლიათ ნორმის შესრულებამდე თქვენ? 50-100. ბატონო კოტე, მოგმართავ თქვენ ნაცვლად იმისა, რომ აი აქ ბრძანდებით და უნდა ჩაფიქრდეთ იმაზე, რომ ახლა მაინც გამოასწოროთ თქვენს მიერ დაშვებული, წლების მიერ დაშვებული შეცდომა და აი პოპულიზმი ახსენეთ წეღა. განა ის თქვენი საქციელი, როდესაც ჩვენ უკვე სასამართლოს გადავწეს იმის გამო, რომ თავად დავიკავეთ კუთვნილი ნორმა და თქვენ იმ სასამართლოზე ძალიან ლამაზად ასრულებთ, სრული პასუხისგებლობით გეუბნებით დათო ქობლიანძის დაკვეთას და იმ თქვენს სულელ ალბათ მიცდება ჩემი ხმა ახალგაზრდა ადვოკატ ასოციაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი გახლავთ. ნერვებად დაცლილი ეს მოსამართლეაც აღნიშნა ლადო ცანიკიძესთან ერთად ლამაზად ასრულებთ დაკვეთას დათო ქობლიანძისას. აი ახლა მაინც ჩაფიქრდით და უმტკივნეულოდ დათმეთ თქვენი პოზიციები და არა ის, რომ ვიღაცა აფხაზეთის სასამართლოს გადავწეთ ჩვენ და მათთან ლამაზი გარიგებები აწარმოოთ და ერთხელ და სამუდამოდ დაადასტუროთ თქვენი ვაი ქართველობა. ცოტა უხერხულია ამ ტონით ლაპარაკი, მე არ ვიღებ ამ შენიშვნებს. რამდენჯერმე მე გახლით სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდი ქიცნეში, იყო თვითონ ჩამოგზანებული დეპარტამენტის თავმჯდომარე, მიწის მართვის დეპარტამენტის თავმჯდომარე ბატონი ზუნაბ გეგეჭკორი და მასთან ერთად და კიდე სხვა დროსაც, როდესაც ჩვენ დავალებას ვასრულებით ყოფილვართ. მაგრამ ამოსავალი ერთია, მე წეღანაც ვახსენე. ჩვენ არ გამოგვიყვია ის მისა გასანაცვლებლად. ის კომისიამ გამოყო და გადასცა გასანაცვლებლად. იქ ახლა მოსწონ თუ არ მოსწონ, ეს სხვა თემაა უკვე და თქვენ არ იყავით მაშინ კომისიის თავმჯდომარე ბატონო ზახა? არა, მე არ ყოფილა კომისიის თავმჯდომარე. მე სახელმწიფო მიწის გორის რაიონში კომისიის თავმჯდომარე ვარ. საკუთარი მიწა, რასაც ქვია, კერძო საკუთრებაში, მთელი კომპეტენცია აქვს ადგილობრივ ორგანოებს აღებული, თვითმმართველობის ორგანოებს, აგერ ბატონი კი აქვს ძანდება, აქვს ის, რომელმაც უფრო კარგად იცის, უფრო დაწვრილებით იცის ეს ყველაფერი როგორ ხდება. ესე რომ ამ ბრალდებას მე ნამდვილად ვერ მივიღებ ჩემზე, მე არ მაქვს უფლება კანონის წინ წავიდე და დავარღვიო. რა თქმა უნდა იყო დაშვებული შეცდომები და ქიწმიში განსაკუთრებით აი ამ კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, ეხლა აქ რო ბრძანებთ 30 ადამიანი და 40 არ იყო მასე 130 და 140 ადამიანი იყო დარჩენილი ჩვენ დღეისთვის არსებული რიცხვი თქვენ. დღეისთვის არის 6 პიროვნება. დაახლოებით 1-2 თვის წინ. დაახლოებით 6 პიროვნება, ეხლა რამდენიცაც სურვილი აქვს ეს ბევრია, მაგრამ აქ იურისტების მხრიდან და მე თანხმებია, რომ მიწის ფართობი მე ვაცხადებ როგორც საკრებულოს გამოყოფილია, თქვენი თვალით ნახეთ, გამოყოფილია ხილის ბაღები და ვეუბნებით მობრძანდით მიიღეთ. ესენი აცხადებენ იმ პრეტენზიას, სადაც ჩვენ გვინდა და რაც გვინდა ის უნდა ავიღოთ. აი ამაში ავთანხმება, სხვა არაფერი. არ მოუარეს, არის გადამხმარი. ნახევრად არის გამხმარი და გვთავაზობენ ახლა. და ჩვენ რომელ ბაღებსაც სურვით შეჭრილს რომ ეძახიან, შეჭრილები იმიტომ ვართ ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანეს. ამდენი წელია, 10 წელია 40 მიასედი რომ მაკლია და არ შემისრულეს და ერთი ძირივაშვილის ბაღი არ მომცეს, მაგრამ ეკნა. და რომ რაღა ის არის მეხუთე და მერვე შეპესე, რომელშიც ჩვენა ვართ შესრულები და რაღა ის მე-24 და მე-10 და მე-9 არ არის. იმიტომ ის გააოხრეს. არის გადამხმარი და იმიტომ გვთავაზობენ იმას, ჩვენ ვართ საწყლები, ვერსად ვერ ვივლით და სამართალს ესენი ნახავენ. როგორც არის ნათქვამი, რომ დიდკაც პატარა კაც დიდკაცთან ვერ გავუვა სამართალი, ეს არის. და სარეფორმო ფონდი რაც არის გამოყოფილი ვიძახილ, ჩვენ იმას ვანაწილებთ და 100 კომლე კი არა, 500 კომლეა ქიწნიში და ყველას აქვს დაკვეთის სურვილი, მაგრამ კომისიამ რომ დაადგინა 1 გექტარი, აი ეს 1 გექტარი ვისაც აკლია, კიდევ ვიძახე ახლა, კაცი რო ბაღს ამოყრეს. 50 მიასეს 50 და 63 მოდის და გეუბნება ბაღი მინდაო. აი კაცი როგორ უნდა შეუშვა იმ ნაკვეთში. გადაწყვეტილება 98 წლის ალბათ 12 ნოემბერს გულისხმობთ, რომლის თანახმადაც ისევე როგორც ბადრი ხატიძეს ქონია თურმე მარანაში ჰექტრები, დიახ, აი ასე მიითვისა იქ ფიქტიურმა მეიჯარემ თემო ქობლიანიძემ, სამაგიეროდ ფაქტიური მოიჯარე უკაცრავად გახლავთ დათო ქობლიანიძე და ბატონო ზაქრო, მე კომენტარს გავაკეთებ თქვენს ნათქვამზე. მართალიცანდები ჩვენ დიდი ძალისხმევის შედეგად შარშან წინ მივაღწიეთ იმას, რომ ბატონი მიწის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბატონი გეგოჭკორის თაოსნობით, სადაც სახელმწიფო კანცელარიის სოფლის მეურნეობის
სამსახურების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენ ნამდვილად კანონიერად გვეკუთვნოდა მიწის ფართობი კი არა, მხოლოდ სარიელი, რასაც თქვენ ყოველთვის აქცენტს უკეთებთ ხოლმე. აქ მეხილეობით განხილულ ქიწნისია საუბარი და არა ჯავახეთის რომელიღაცა სოფელზე. ბატონმა გეგეჭკორმა შეისწავლა ადგილზე ჩვენი საკითხი და აღნიშნა, რომ 4 შაბათ დღეს, მომავალი კვირის 4 შაბათია საუბარი, ჩამოვიდოდა კომისია, რომელიც ადგილზე გადაწყვეტდა ჩვენ საკითხს ხილის ბაგებს გამოგვიყოფდა. მაგრამ მოდის 4 შაბათი დღე, ჩამომზადდა დათო ქობლიაიძე, რომელმაც 3 საათიანი ფუჭი მართლაც და თავისთვის დამამცირებელი, აი ურთიერთგამომრიცხავი არგუმენტებით დაგვიმტკიცა რაღაც და ბოლოს შემოგთავაზა ის, რომ ჩვენ გვაძლევდა ცარიელ მიწას და მასზე გვიშენებდა ხილის ბაღს. ერთი უკრავთ საყურადღებო ის, აი რატომ ასეთი თავგამოდებით დათო ქობლიაიძის ესე იგი რატო ერევა ამ საქმეში? ამ საქმეში ესე იგი ყველა გზა ჩვენ საითად წავედით მივიდა მასთან. არა სხვასთან, ვინმე გულუასთან, ვინმე ვაჟალორთკი ფანიძესთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველა გზა მიდის მასთან და არა სხვასთან. ბრალდებას უყენებენ შიდა ქართლის მხარის რწმუნებულს იმასთან დაკავშირებით, რომ იგი ზედმეტად აქტიურია ამ მიწების განაწილების პროცესში და თქვენ რა კომენტარი შეგიძლიათ გააკეთოთ ამასთან დაკავშირებით? მე მაინტერესებს პირველ რიგში გაუსახავი იმას, რომ ძალიან თუ შეიძლება მე თხოვეთ ბატონო გოგა, რომ გაგული ემოციებისა და შეურაცხყოფების გარეშე თუ შეიძლება და წარმართულიყო დღევანდელი დღე. თუმცა ეს გაჭირდება ალბათ ბოლომდე ამის მიყვანა ესე. აქვე მინდა განვაცხადო, ნებისმიერი გუბერნატორი, ნებისმიერი გამგებელი, ნებისმიერი ოფიციალური სახელმწიფო მოხელე, როგორც ჩვენ ვართ დაუშვათ, უნდა იყოს პირველ რიგში მომხრე იმისა, რომ გაატაროს კანონი და დაიცვას სახელმწიფო საკუთრება. ამაში მე მგონი უცნაური არაფერი არ არის. რაც შეეხება ზედმეტობას, მე მგონი ბატონ დავიძე მეტად ჩვენ გვევალება და ჩვენ ვაქტიურობთ ამ საკითხებზე, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა სასამართლოს დავეს არის, თითქმის ყველას ერთი სამომავლო მარტო. და აბსოლუტურად ძალიან ბევრჯერ ვარ შეხვედრილი ამ ხალხთან და განმარტებული მაქვს კანონის მოთხოვნები. ახლა ესეც სამხრივად მე გინდა თუ არა ბაღი მინდა ესე არ გამოყენებს. აქ გარკვეული ბრალდებაც იყო და ვეროდესაც ვიყავი ქიწნის ჩამოსული, აღნიშნეს ქიწნისელება, რომ გუბერნატორის დაინტერესება იმის გამო, რომ მას არაოფიციალური წილი მიაქვს სოფლიდან და აი ამასთან დაკავშირებით. მე მაინტერესებს რას ქვია არაოფიციალური წილი და თანაც არის სახელმწიფო მეურნეობა. ეს არ არის შეპესე, რომელიც კერძო მეურნეობა, ხო? ეს არის სახელმწიფო მეურნეობა და აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე საბუღალტრო წარმოება ხომ არის დამოკიდებული სახელმწიფო, ანუ სახელმწიფო აკონტროლებს ამას. სოფლის მეურნეობის სამმართველო თავიდან ბოლომდე აკონტროლებს აი ამ მეურნეობას. ყოველად შეუძლებელია რაღაცა ახლა წილებზე ლაპარაკი ცოტა უხერხულია, იმიტომ რომ უხერხულია იმდენად, რამდენადაც ეს არ არის რა, ეს ფაქტი უნდა იყოს, ხო? რამდენად არის ეს შესაძლებელი, რომ ნებისმიერმა შეპესემ, თქვა, იჯარით აიღოს მიწები, მანამ სანამ ჯერ არ დაგმაყოფილდება სოფლის მაცხოვრებელთა ინტერესები, კი, სანამ არ განაწილდება მიწები და ჩემთვის ასე უნდა იყოს, ალბათ აი რამდენად არის აბა ჯერ იურისტებს მოვსმინოთ, შემდეგ ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ რა თქმა უნდა უპირველესად უნდა იქნეს დაკმაყოფილებული ძირითადად მოსახლეობა და შემდგომ მოხდეს დარჩენილი მიწების იჯარით გაცემა. ამ შემთხვევაში მათ აგრეთვე უნდა გადაიხადონ შესაბამისი მიწის გადასახადი, რომელსაც კი თავისთავად გულისხმობს ამ შემთხვევაში და რაც შეეხება მათ დავას ამ შემთხვევაში მე უბრალოდ შემიძლია შევთავაზო, რომ თუ ნებავთ შეუძლიათ მოგმართონ ამ შემთხვევაში იმისათვის რომ სწორად და კანონიერად გადაწყდეს ის საკითხები მიუხედავად წლების განმავლობაში დავის არსებობისა ყოველთვის შესაძლებელია კანონის ფარგლებში ნებისმიერი დავის მოგცემა გარდა ერთი შემთხვევისა თუ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ პრინციპებზე აგებული ურთიერთობა და არ არის თქვათ რაღაც ისე პიროვნული დაპირისპირება და მე ვხედავ რომ არ არის პიროვნული დაპირისპირება არამედ არის კანონიერი მოთხოვნა თავდაპირველად პრივატიზაციის პროცესში მიწის ფართობით დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში. რომ 94 წლიდან ცალკე მეკომლია ჩემი ბიჭი, რომელიც არც ერთ მიესეც არ ფლობს. თუნდაც სარიალა ნაკვეთი რომ მოეცათ, უკვე 8 წელია მის მერე გასული. 8 წლის ნამყენი ხო ექნებოდა. და რატო არ მომდა? მეც არ ვიცი. რატო არ მომცეს? ისიც ხო ჩამოსული არ იყო და ოსი არ იყო.
აღნიშნული პიროვნება არის ახალი კომლი 1995 წელს შესრულდა 18 წელსა და გაიყარა, რადგან გამოვიდა კანონი, რომ მეორე ეტაპზე უნდა დაკმაყოფილებონ 96 წლამდე უნდა დაკმაყოფილებონ, არის სარეზერვო ფონდი მისთვის გამოყოფილი, მაგრამ აცხადებს პრეტენზიას, რა თქმა უნდა, მაშინ არ იყო გამოყოფილი სარეზერვო ფონდი, გამოყოფილია დღეს და წეგანაც უაღნიშნეს იჯარა გაიცაო და ხალხი დასაკმაყოფილებელი ის იჯარა 210 გექტარი იყო გაფორმებული, დღეს დარჩა 88 გექტარი, დანარჩენი გაიცა მოსახლეობას. და შეთავაზება და ამათ უნდა ხილის ბაღი, სადაც თვითონ უნდა და რამდენის თვითონ უნდა. საერთოდ როდესაც მიწის პრივატიზაციის საკითხი დაიწყო, მაშინვე თაფიქსირდა ისაც და მუსირებდა კი არა, საკმაოდ ისეთი სამბეჭდავი იყო მოსახლეობისათვის, ასე იყო ინფორმირებული, რომ ესე იგი მოსახლეობაზე რომ განაწილდებოდა, მერე შეიქმნებოდა რაც დარჩებოდა, ესე ნარჩენიდან სარეზერვო ფონდი, რომლითაც უნდა დაეკმაყოფილებინათ ის ოჯახები, რომლებიც ახალი წარმოქმნილი ოჯახები იქნებოდნენ. რა თქმა უნდა, ეს შემდეგ დაირღვა ეს წესი, მაგრამ შემდგომ კანონმა დაუშვა იმის შესაძლებლობა, რომ 96 წლამდე ვინც იყო გაყრილი, იმათ მიეღოთ ეს ნაკვეთები. ნუ ეხლა ხაზგასმით არაწერია კანონში, რომ იქ მართალია, რომ მრავალწლიან ნარგავებს და ხეებზე იყოს იქ ლაპარაკი, მაგრამ თუ კი ამის შესაძლებლობა არსებობს, ის უნდა გამოიყენოთ მაქსიმალურად. ამის კანონი ყოველ შემთხვევაში ამას არ ეწინააღმდეგება. და თუ კი იმის პრეცედენტი იყო რაიონში, რომ განაწილებული იყო ასეთი ნაკვეთები, რატო არ შეიძლება დაუშვათ ქიცნიში განაწილდეს. ან მე არ მესმის უბრალოდ და ბატონო გია თქვენთან მექნება შეკითხვა, რომ რატომ მაინც და მაინც იცავენ იმ ადგილს და იმ ხეებს, როდესაც მოსახლეობა ითხოვს. ამ შემთხვევაში საკრებულოც და ხელისუფლებაც არჩეულია ხალხისგან და ხალხის ინტერესები უნდა დააკმაყოფილონ, თუ მოიჯარისა მე ეს არ მესმის. ძალიან გთხოვთ რა, შეიძლება მინიმალური დოზით გქონდეს ეს პოპულისტური გამოფლები რა, იმიტომ რომ ხალხი რა არის, ხალხი ვარ ჩვენ სულ ყველანი აქ მიცხედვარ და ვინც გარეთ არის კიდევ და მთავრობაც ისევ ჩვენა ვართ. იმიტომ რომ ის მთავრობა, რომელიც თუ ჩავაყენებთ სულ მდგომარეობაში ჩვენი არჩეული მთავრობა იქნება, ჩვენი ბრალი იქნება და თუ კარგი იქნება, ისევ ჩვენი ბრალი იქნება. ჩვენ გამოსულია ის მთავრობა და ჩვენ ვართ სულ ყველანი საბოლოოდ სახელმწიფო, ხო? მე მგონი ეს აქსიომა და ამას დამტკიცება არ უნდა. ეხლა რაც შეეხება მეორე სიტუაციას, რატომ ეს ბაღი და რატო სხვა ბაღი არ? ბატონო, თქვენ ბრძანდებოდით, ჩვენ შეგვიძლია დავიდეთ და ვნახოთ, რომ ფაქტობრივად იდენტური ბაღებია, არაფერი დიდი განსხვავება იქ არ არის. მაგრამ არის ერთ რამეში განსხვავება. თვითონ მეურნეობა არ შეიძლება მეურნეობის მიწების სახელმწიფო მიწებში კუნძულებივით იყოს პრივატიზებული ფართობები. იმიტომ რომ ახლა თქვენ წარმოიდგინეთ ერთიანი მეურნეობა, რომელიც გაყოფილია და შუაში ყავს კიდევ რაღაცა, ამის დაცვის ყოველად შეუძლებელია ამის დაცვა მე საბოლოო ჯამში. მეურნეობა იძულებულია გადარჩენისთვის იზრუნოს რამენაირად, რომ ჩაატაროს სრულფასოვანი ციკლი და შეინარჩუნოს ისევ ის სახე და ის გადარჩენაზეა თუ მოსახლეობის მაცალეთ ცოტა ხანია, სხვა რამეს ვიძახი რა, მე არ მისმენ თქვენა. შემოსავალი არა აქვს, ბატონო, სახელმწიფო არაფერს არ აფინანსებს მეთქი და იძულებულია ისე იმ შემოსავლით აფინანსოს. თავისივე ის თუ კი სახელმწიფო სახელმწიფო არ აფინანსებს, ხო? მაშინ დარიგდეს მოსახლეობაში იმ კატეგორიაზე, რომელიცაც მართლაც შეუძლია შრომა და რომელმაც ეს შრომა ჩაღვარა წლების 10 წლების განმავლობაში იმ სანერგეში სწორედ და ამიტომ მინდა ხაზი გაუსვა ნერგების გადარჩენაზე ლაპარაკი და მოსახლეობის გადარჩენაზე. ვის რა ხეის აძლევს ის სანერგე მეურნეობა და ის გაფეტიშებული ფაქტები ბატონო კოტე, რაც იმ წერილებში ტომებად რომ გვაქვს უკვე აკინძული, იმ განცხადებების პასუხებშია მოყვანილი თითქოს და რაღაცა მილიონობით ნერგი გამოგყავთ. მაშინ რატომ უჭირს ასე სოფელს, რატომ არ აქვს სოფელს წყალი, რატომ არის გზა გაუბედურებული, რატომ არ იღებენ პედაგოგები ხელფასებს, ვის აძლევს ხეის და ერთი კიდევ უვლიან მხოლოდ იმ ბაღებს, აი რომელ ბაღებშიც ჩვენ ვართ შესული, უვლიდნენ, რადგანაც ის ძალიან კარგი შემოსავლიანი ბაღებია და არ უვლიდნენ წლების მანძილზე იმ ბაღებს, რომლებშიც ახლა ბოდიშკით ძალით შევყარეს ჩვენ. დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ყველა საუბრისათვის და მოდით ახლა კიდევ ერთი რეპორტაჟი ვნახოთ, რომელიც ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა სოფელ ყელქცეულში მოამზადა. ნოდარ, წამოდი. თუ კაცები ქვია და მამაკაცები ხარ და სოფელში ავტორიტეტი გაქვთ, მაშინ ეს სიცხვილი არის თქვენი და თუ ეს ხალხი ჩამოვა, იმდენი უნდა გქონდეთ ნამუსი, რომ აღარ ჩამოყვეთ ხოლმე აქ ამ სოფლელებს რა. ნუ დადიხართ აქ საკითხავთ ყოჩებისა და ლიდერების როლს. ეხლა მომისმენთ. ბოლო პერიოდში გორში არაერთი საპროტესტო აქცია მოეწყო. სოფელ ყელქცეულში არსებული მეურნეობის გაუქმებისა და მიწის ხალხზე განაწილების მოთხოვნით. ბევრი არიან, რომ უჭირავთ 2 გექტარი, 3 გექტარი და ისინი კიდევ ვაგერა შეიჭრენ, კიდევ შევიდნენ. ჩვენ ისე ვრჩებით აი ესე გენსვლა. რა უნდა მოხდეს? იყოს სწორი განაწილება. ადმინისტრაციის ხალხს უნდა უხაროდეთ, რომ ხალხი მიწასათხოვილებს იმუშაოს, სოფელმა რო არაფერი მოიყვანოს, ქალაქმა რა უნდა ჭამოს, რა უნდა ქნას. ყელქცეულის 300 ჰექტარიანი იჯარა არავის გაუქმებია.
ხალხმა მხოლოდ იმას მიაღწია, რომ ხელისუფლების მიერ დანიშნული დირექტორი მოიხსნა და მათთვის სასურველი კანდიდატი დაინიშნა, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. ხელქცეულელები ფიქრობენ, რომ მათთვის ზღვრული ნორმის 1 ჰექტარი და 25 მიასედის შეუსრულებლობაში მაღალი თანამდებობის პირების ხელეურებია. იქაც მივედი იმ გამგეობაში განცხადებაც არის ყველაფერია შეტანილი. რა მითხრეს აბა დიდკაცთან პატარა კაცს როდის გასვლია მართალი? ამ ხალხს უნდა მიწა. 9 წლის განმავლობაში ერთი გოჯი მიწა არ განაწილებულა. მე მოვედი და ამ ხალხმა მოიყვანა იმისთვის, რომ ამათ მიწები დაურივო. მაგრამ მთავრობა არ მაძლევს ამის საშუალებას. არ გვაძლევენ საშუალებას, რომ ამ ხალხს მიწები დაურივო. იტაცებენ ის ხალხი, ვისაც აქვს მიტაცებული გექტრები, ისევ ისინი შედიან იმ ნაკვეთებში. სოფელში მიწის გამოდავა რამდენიმე წელია გრძელდება. იმ დროს, როცა გლეხებს საკმარისი მიწა არ აქვს სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსს, ზაქრო მაზმიშვილს, რომელიც ამავე დროს მიწის იჯარით გაცემისთვის შექმნილი კომისიის თავმჯდომარეცაა, ხელქცეულში 130 ჰექტარზე ხორბალი აქვს დათესილი. მე კიდე არიან მეგობრები, რომლებმაც ოფიციალურად ბანკის სესხები აიღეს და ჩვენ შევერთით, აგერ სესხები სადაც ავიღეთ, ის ყველა დოკუმენტაციას არსებობს და ძალიან გვიან უკვე დეკემბრის თვეში ელაპარაკებით, დავამუშავეთ 128 ჰექტარი მიწა, დავთესეთ ხორბალი. მიწა გვაქვს, ყველასა ყოფნის და განაწილდეს ადამიანურად. ახლა არ მოვითხომ მე რომ ვისაც მეტი აქვს წავართოთ. აქვს, ხონდეს, გადაიხადოს და ვისაც არ აქვს შეუსრულებს. მოგცენ ჰექტარი და 25 მიასედი. თელ რაიონში ესეა და ჩვენ რა დავაშალეთ. მაზმიშვილს სოფელი დაუპირისპირდა და ულტიმატუმით წაუყენა იმის შესახებ, რომ სანამ მიწა საბოლოოდ არ განაწილდება, იგი სოფლიდან მოწეულ მოსავალს ვერ გაიტანს. ამის გულში ჩაიხედოს. თუ ცოტათი მაინც მადლობელი არ არის ამ სოფლის ნახევრისა, რომ თვითონ იქამდე მიდრო, თვითონ დათესა. ხო დათესა. მადლობელი მაგითი მაინც გადაგვიხადოს მადლობა და თუ ისი არ გაკეთა როგორც ამ სოფელს უნდა ვერ წაიღებს მარცვალს. ტყვიავის თემის საკრებულოს წევრი 67 წლის ვანო გიგუაშვილი მთელს რაიონში ცნობილი აგრონომია. იგი იმაზე წუხს, რომ მიწის იჯარით გაცემის კომისია თვითმმართველობის ორგანოებს იგნორირებას უწევდა და იჯარების განაწილებისას საკრებულოს წევრების კომისიებში არ შეყვანით პრეზიდენტის 446 ბრძანებულებას არღვევდა. ყველაფერი ჩვენ გარეშე ნაწილებულა, ვისაც უნდა, რომელიც კარგი ხო, არ არის, არაფერი არ არის, არავინ არც კომისია მუშაობა ჩატარებულა, არ განუხილიათ საკითხები, ვისაც უნდათ იმას აძლევენ, ვისაც არ უნდათ. გორის ანტიკორუფციული კავშირის ინფორმაციით მაღალი თანამდებობის პირები სხვა იჯარებსაც ფლობენ. ტყვიავის საკრებულოს სოფელ მარანაში პრეზიდენტის რეგიონული მართვის სამსახურის ყოფილ უფროსს ბადრი ხატიძეს, შიდა ქართლის ყოფილ რწმუნებულს ირაკლი ბოჭორიძეს და მის ყოფილ მოადგილეს დავით ქობლიანიძეს 4 ჰექტარი ვაშლის ბაღი იჯარით ჰქონდათ აღებული, რომელიც ქონებრივ დეკლარაციაში არ შეუტანიათ. ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ ხატიძე თანამდებობიდან გადადგა. მის ადგილზე ბოჭორიძე დააწინაურეს. ბოჭორიძეს ადგილზე კი ქობლიანიძე დანიშნეს. 12 ნოემბრის დადგენილებით მე ის კოლეგიამ გადაწყვეტა, რომ ამ თანამდებობის პირებს გამოყოფოდათ 4 ჰექტარის სასოფლო სავარგული ხეხილიანი ბაღზე ახლაპარაკი. plus ამას შემდეგ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის გორის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ გასაცნობა, რომ ისინი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულები არიან როგორც მოიჯარეები. მიწის მართვის სამმართველოში აცხადებენ, რომ ამ თანამდებობის პირებს ნაკვეთი რეგისტრირებული არ ქონიათ. ბაღის ფლობას უარყოფს შიდა ქართლის გუბერნატორი დავით ქობლიანიძე. რაც შეეხება ახლა იყო ესეთი თქვა შეიძლება სურვილი, მაგრამ არ მომხდარა ესე იგი ამის რეგისტრაციაში გატარება არაუღია, არ გატარებულა რეესტრში, არ მომხდარა მიღება ჩაბარება და ამით. ამიტომ ამდენად ეს არის მოსალოდნელია, ვიდრე არა, არაუღია. არც მე მინდა გითხრათ, იქ საერთოდ არ ყოფილვარ ჩვენ. ისინი მიწის გადასახადს იხდიდნენ თავიანთი სკვეთ სახელზე და გვარზე, თუ კი მათ არ ქონდათ დაუშვათ აღებული ეს მიწის იჯარა და არ იყო რეგისტრაციაში გატარებული და არ იყო საგადასახადოში აღრიცხული როგორც გადამხდელები, აბა რატო იხდიდნენ მაშინ ტყვიავის საკრებულოში ამ გადასახადს და აი ეს ყველაფერი კიდევ აშკარად ჩანს აი ამ გადახდის ქვეთრების ასლებში. მიწის მართვის სამმართველოს უფროსი კოტე აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობაში მოსახლეობის 40%-ის დასაქმება არაბუნებრივი პროცესია. ევროპაში მხოლოდ 9%-ია ამ საქმით დაკავებული. მისი აზრით, როგორც კი ჩვენს ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა გამოსწორდება, მიწაზე მოთხოვნილებაც შემცირდება. დამერწმუნოთ, რომ მიწების ძალიან დიდი ნაწილი უახლოს მომავალში მოხდება რამდენიმე პიროვნების და პირის ხელში. მაინც ესე მოხდება, ესე შესყიდვას გააკეთებენ ერთი დიდი მეურნეობები ჩამოყალიბდება.
გამოსწორდება თუ არა ეკონომიკური მდგომარეობა, უმრავლესობა დამერწმუნდით, ყველა თავის ეხლა პროფესორმაც მიწას მოკიდა ხელი დაუშვათ, დოცენტმაც მიწას მოკიდა და კანდიდატმაც მიწას მოკიდა ხელი. ჩვენ ხო ისე მიწაზე შრომობდა. სახიობაც მიწას მოკიდა ხელი, კარგად მოიხსენებათ, არა? ხო, რამდენიმე შემთხვევები ქონდეს. ყველა წარმოუდგენელი ეხლა ეს გორის რაიონში 64,000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულიდან 28,000 ჰექტარს მოსახლეობა ფლობს. 20,000 ჰექტარი კი იჯარით არის გაცემული. დანარჩენი 16,000 ჰექტარი სახელმწიფოს საკუთრებაა. დღეს გლეხობის უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მიწიდან მიღებული შემოსავალი მათ წლიდან წლამდე არ ყოფნით. ამიტომაა, რომ ძირითადი დავა მაინც ვაშლის ბაღებისთვის ხდება, რადგან რუსეთში ვაშლის რეალიზაციით საკმაოდ კარგი შემოსავლის მიღება შეიძლება. ამ ბაღებს კი ზოგი წარმატებით იგდებს ხელში. ზოგი კი მათთვის ბრძოლას დღემდე აგრძელებს. ჩვენ ისევ სტუდიაში დავბრუნდით და ახლა ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რამდენად კანონიერად ნაწილდებოდა იჯარები გორის რაიონში. ბატონო თამას, თქვენ სულ ახლახანს დაგნიშნეს შპს ხელქცეულის დირექტორად. თქვენ ითხოვთ, რომ მიწა უნდა გადაეცეს მოსახლეობას. და სიუჟეტშიც აღნიშნეთ, რომ გარკვეული პრობლემები გექნებათ ამასთან დაკავშირებით. იქნებ უფრო კონკრეტულად გვიამბობთ ამ ფაქტებს. ჩვენ ვითხოვთ, რომ კანონიერად განაწილდეს ეს მიწები, ყველაზე ვისაც ეკუთვნის. და თუ დარჩება რამ, მე ვისაც ექნება სურვილი, გავცეთ ქვეიჯარით თუ ეს შესაძლებელია. თქვენ ვინ გიშლით ხელს აი ამ მიწის განაწილებაში? მე არა მაქვს უფლება მიწის განაწილებისა. მე ვითხოვ, რომ კანონიერად განაწილდეს ეს მიწები. ვინ არიან ეს პიროვნები, ვინც ხელს გიშლით? ყველას უნდა აქვს სურვილი, რომ გაანაწილოს. მაგრამ არავის არ უნდა რომ გაანაწილოს მიწები. სურვილი აქვს ვითომ, მაგრამ ფაქტიურად არ უნდა რომ გაანაწილოს ეს მიწები. კანონით ვინ უნდა გაანაწილოს ეს? კანონით უნდა გაანაწილოს საკრებულომ და უნდა გამოიყოს მიწის მართვის დეპარტამენტიდან სარეზერვო მიწები. ეს მიწები როდესაც გავანაწილებ, ვითომ დავიწყეთ ამის განაწილება, ბატონმა კოტემ გითხრა რომ 25 ჰექტარი დაახლოებით გასანაწილებელი იყო. მე ამოვიღეთ რუკები, ნახეთ რომ ესეც სახელმწიფო მიწაა. საკრებულო რატო ვერ ანაწილებს მიწებს? არ აძლევენ უფლებას შემობატონო. ესე იგი თქვენ ამბობთ რომ თვითმმართველობებს არ აძლევენ უფლებას ზემდგომი ორგანოები. არ აძლევენ ზემდგომი ორგანოები ბატონო. ვინ გამგეობა, ვინ სხვა ვინ იქნება? აქ იყო საუბარი მიწის იჯარით გაცემის კანონიერებაზე. პირველ სიუჟეტშიც ნახსენები იყო რომ 2000 წლამდე პრესით არ ქვეყნდებოდა მიწის საიჯარო გაცემის შესახებ კონკურსის პირობები. დღესაც ფაქტიურად ხდება მიწის იჯარით გაცემა. თუმცა ჩვენ ნახეთ რომ ეს უკვე ფიქსირდება პრესაში. მაგრამ არის თუ არა ის დარღვევა და რა შეიძლება მოყვეს ამ დარღვევას, როცა 98 წლის ბრძანებულების გამოსვლის შემდეგ პრესით არ ფიქსირდებოდა ეს საკონკურსო პირობები. აბსოლუტურად ყველა იჯარა, რომელიც არის გაცემული 90 წლის შემდგომ, ყველა ექვემდებარება გაუქმებას, რომელიც კონკურსის წესის გარეშეა ჩატარებული, გაცემული. კონკურსი იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას განცხადების საფუძველზე და წარადგინოს თავის ბიზნეს გეგმა, კონკურსის პირობები, პირობებს თავაზობს კომისიას და ამის შემდგომ უნდა განიხილოს კომისიამ და წარუდგინოს გამგეობას დასამტკიცებლად. გასაგებია, რატომ არ ხდებოდა 98 წლის შემდეგ საკონკურსო პირის პრესით გამოქვეყნება? მე ჯერ იმ სიუჟეტზე თუ შეიძლება კომენტარს გავაკეთებ, რადგან ჩემი საუბარი იყო. ძალიან კარგი იქნებოდა ის ჩემი ლაპარაკის სიუჟეტი, ბოლო სიტყვები ბოლომდე დამთავრებული იყო, რადგან ძალიან ცუდ დროს გაწყდა. ახლა ბრძანეთ. მე ზუსტად მაგიტრის თქმა მინდა, მე ჩემი სიტყვები იქ ისე დამთავრდა. მე არ მიზალავია და თქვათ არავის პრობლემა არ შემექმნია, ეს იყო ურთიერთ ხელშეკრულების ბაზაზე მოხდა, ჩვენ ხელშეკრულება გავაფორმეთ ხელშეკრულების მეურვებასთან, მაინც და მაინც ზაქრო მაზმიშვილი ფიგურირებს თორე. ხელშეკრულება თქვენ ბრძანდებით საჯარო პირი, თქვენ ხართ ხელისუფლების წარმომადგენელი და მაგრამ მე ქვეიჯარით ვაქვს ჯგუფს აღებული. მაგრამ იმ დროს, როდესაც თქვათ, იცით რომ სოფელში არის გარკვეული კატეგორია ადამიანებისა, რომლებსაც არ აქვს საკმარისი მიწა და ამ დროს თქვენ მიდიხართ და თუნდაც ქვეიჯარით ამ სოფელში მიწას, ადამიანური პრინციპებიდან გამომდინარე, ამდენად აი მართლზომიერად მიბაჩია. მე მაგასაც მოგახსენებ. კონფლიქტს ელოდით თუ არა აქედან გამომდინარე. არ ველოდი არც ერთ შემთხვევაში. ძალიან თუთ ეს გადაცემა მაინც ეს ჩემი გამოსვლა მაინც დაფიქსირდეს, რომ მაყურებელმა გაიგოს. მე იქაც განვაცხადე
ერთი ადამიანიც კი, რომელსაც მიწა არ მეუღია და ეკუთვნის, მე ყოველთვის ვიძახი და მარტო არ ვიძახი, რამაც ყოველთვის ვაფიქსირებ, აუცილებლად უნდა მიიღოს. მე ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი და ვიცი სოფელში კაცი რო ცხოვრობს, რას ქვია უმიწობა. უნდა მიიღოს, ოღონდ ჩვენ არ გვაქვს უფლება კანონი დავარღვიოთ. ჩვენ ვამბობთ კანონის ფარგლებში, თუ ეკუთვნის აუცილებლად უნდა მიიღოს. მაგ მეორე აზრი აღარ არსებობს. აქ დამთავრებული ესეც. რაც შეეხება მე რამდენიმე შეკითხვა. კი, აქ იყო კომისიის მიერ ხო 98 წელს რატო არ იყო თქვა გაზეთში გამოცხადება. ისი ძალიან ძნელი ახლა მე შემიძლია შეკითხვა შევაბრუნო ასე რატო არ იყო მე არ მუშაობდი მაშინ. ჩვენ გვაქვს მიწის მართვის დეპარტამენტიდან იჯარით გაცემული ფართობების სრული ნუსხა, სადაც ასეთ შედეგია აბსოლუტურად თუ ვინმე ჩინოვნიკი არსებობს გორში და კაბინეტიდან არ გამოსულა, ისინი ფლობენ იჯარით ფართობებს და მე მინდა შეკითხვა დაუსვა ბატონებს, რამ განაპირობა მათი მოიჯარეობა კანონის ზედმიწევნით კარგად ცოდნამ თუ მათმა გავლენიანობა? ის გადმოცემული, ჩემი გადმოცემული ცნობა ეს არის გაწერის სიები. ეს სხვა რამეა გაწერის სია. გაწერის სიაში შეიძლება იყოს მოხვედრილი დაუშვათ 100 პიროვნებაზე, მაგრამ ის საჯარო რეესტრში გატარებული სხვა რამეა. ანუ ხელშეკრულება მანძი არ არსებობს. ახლა მე ეს პრობლემა არაერთი და ბატონი მიხეილი მოსწრია მაგისი არაერთჯერ დავსვი ეს პრობლემა მე როცა თვითონ ბრძანდებოდა საკრებულოს თავმჯდომარე და მათ შორის მასთანაც იყო საკრებულოში ისეთი ხალხი რომელიც საჯარო რეესტრში არ ქონდა გატარებული და არაერთხელ დავსვი ეს საკითხი. მიუხედავად მაგისა, ახლა დამეთანხმებიანი საკრებულოს გამგებლები, რომლებიც არიან, ყოველი თათბირი ჩვენი მაგით იწყება, ჩემი თავდება. მაინც არ მოგვარებული ეს საკითხი და აქედან გამომდინარე, უბრალოდ ჩვენ გადავეცით სიები, იმიტომ რომ ჩვენ გადამხდელი არ დაგვეკარგა. ანუ არ დაკარგულიყო გადამხდელი და ამაში გამართლებას გარკვეულწილად ხედავ, თუმცა მე არ უნდა გამეკეთებინა ეს. საერთოდ ერთი შესანიშნავი სიტყვა მინდა გავიხსენო, რომელიც ჯერ კიდევ ანტიკური ეპოქიდან მოდის, რომ ეკონომიკურად გაბატონებული კლასი ყოველთვის პოლიტიკურად გაბატონებული იყო, არის და იქნება, როგორც წავს. როგორც უკვე დავწუნდი ამაში. ნუ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. ახლა რაც შეეხება იმას, რომ ბატონმა კოტემ თქვა, რომ არ არისო იგი ჩვენთან რეგისტრირებულია. საჯარო რეესტრს ითვალისწინებს სამოქალაქო სამართლის კოდექსი. სამოქალაქო კოდექსში მითითებული საჯარო რეესტრი ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს კანონით ყველანაირი მინიჭებული უფლებები და ვალდებულებები. აი მე მაინტერესებს, თუ კი არ იყო ხელშეკრულება, ჯერ ერთი, რატომ გაატარეთ საჯარო რეესტრში? წერან ტელევიზორში ჩვენ კადრებშიც და ქალბატონებმაც დააფიქსირეს, წილებზე იყო აქ საუბარი და მე მინდა საერთოდ საზოგადოებამ გააკეთოს აქედან კომენტარი. თუ კი ლაპარაკია მარანაში ოფიციალურ სახელზე და გვარზე დავით ქობლიანძეზე მაქვს ლაპარაკი გუბერნატორზე, რატო არ შეიძლება არაოფიციალურად ქიწნიში ქონდეს, ასე ვთქვათ, არაოფიციალური წილები, ეგრეთ თუ კი ამაზე წავა ლაპარაკი და რატო არ შეიძლება ქონდეს დაინტერესება კონკრეტულ იმ ქიწნისის ბაღებსა თუ მეურნეობას. აი 2000 წლის შემდეგ, როცა თვითონ მივიდა ამ სამსახურში უფროსად, იმის შემდეგ ყველაფერი გამოსწორდა. 98-დან 2000 წლამდე ეს არაკანონიერი იყო, დავარქვათ ესე არაკანონიერი. თქვენ როგორც აი მისულ ხელმძღვანელს ქონდათ თუ არა ამისი უფლება და უნდა გაგაკეთებინათ თუ არა ის, რომ დაგესვათ ამ საიჯარო ხელშეკრულებების თავის დროზე უკანონოდ შექმნილი გაუქმების საკითხი. რეპორტაჟშიც ვნახეთ და მიხეილ ქარიმლა წარმოადგინა ის ქვითრები, რომელიც გადახდილი აქვთ იგივე ბატონ დავით ქობლიანიძეს, ბატონ ბადრი ხატიძეს და ბატონ ირაკლი ბოჭორიძეს. კონკრეტულად რასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში და თუ ისინი არ ფლობდნენ ამ მიწას, თუ ამ მიწიდან მათ არ ქონდათ შემოსავალი, რატო იხდიდნენ გადასახადს მაშინ ამ მიწისთვის? როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ვიღაცის რაღაცის ფლობაზე, ნებისმიერი უძრავი ნივთის ფლობაზე, აუცილებელია სახელმწიფომ აღიაროს მისი ფლობის კანონიერება, ხო? სახელმწიფოს მიერ ფლობის კანონიერების აღიარება ხდება მხოლოდ და მხოლოდ საჯარო რეესტრში გატარების შემდეგ. ის იხდის გადასახადს, არ იხდის გადასახადს, როგორ არის, იყენებს იმ ნივთს, არ იყენებს იმ ნივთს, იქამდე არ დგება მისი უფლებამოსილების ძალას შესვლის საფუძველი აქვს, სანამ საჯარო რეესტრში არ გატარდება. ანუ როცა მე მომწერეს წერილი და მითხრეს, შემეკითხა ბატონი მიხეილის ორგანიზაციიდან იყო ეს წერილი, მისი ხელის მოწერით, რომ ფლობენ თუ არა, ითვლებიან თუ არა კანონიერ მეპატრონეებად. ესენი მე მიწერო კანონიერ მეპატრონეებად არ შეიძლება ჩაითვალონ ამისა და ამის გამო. ხო? ეხლა რაც შეეხება
ისე ასე თქვა უსყრიდნენ? არა, ეხლა მე ვერ მესმის თუ ქონებას არ ვქლობ, რატომ უნდა გადავიხადო ამ ქონების გადასახადი? ეს გადასახადი ჩემ კომპეტენციაში არ შესულა არასოდეს ბატონობა. არც ვაკონტროლებ მე გადასახადი, არ შეიძლება რომ გავაკონტროლებ მე გადასახადი უბრალოდ. ამდამთან რამის ერთმანეთი დავტამეთ, შვილო, ოჯახის წევრებმა, ბავშვებმა თუ ჩვენა შიმშილით ვიხოცებოდით. საიტავიდე რაგდას დავადგე შვილო. რაგდას დავადგე ვიცხარი. ორი ძირი ვაშლი, კაცი დაბრმავდა. მე სეინვალიდი ვარ იმ მეუნობაში, ორი ძირი ვაშლი მე არ მომქონდესო. მოვკრიფო და მე ჩამოვიტანო ორი პური ვიყირო წავიდო. თქვენ ვარ შეპესია, 10 პეტრია, 10 პავლია და მანქანებზე გიწერიათ ნუმრები და ის ნუმრები არ გინდათ რომ წაჭალოთ. მე 5-ია თუ მერვეი. მოდი რა შედით, ხალხი არ ახარ, შვილების პატრონები არ ახარ. დედმამის პატრონები შეიბრალეთ ხალხი. დიდი მადლობა, კალბატონო. ყველაზე აღმაშფოთებელი ორი სიუჟეტი ვნახე და რა იყო. სოფელში მე ერთი სახელმწიფო მოხელე 123 თუ 130 გექტარ მიწას იჯარით აფლობს, ქვეიჯარით. გასაგებია. როცა სოფელში მოსახლეობა დასაკმაყოფილია, მეორე სახელმწიფო მოხელე ბატონო კატე გამოდის და გვეუბნება. ნუ ნერვიულობთ, ეს მიწები მაინც 2-3 კაცის ხელში მოხდება. ყველაზე შემაშფოთებელი რაც მე დავინახე ამ სიუჟეტში ეს იყო, რომ სახელმწიფო მოხელე გვაფრთხილებს, ხალხო, ნუ ნერვიულობთ. მიწები მოხდება 2-3 კაცის ხელში. მგონი თქვენი სიტყვები იყო ბატონო კოტე. ეს ცინიზმი კი არ არის ხალხო, ეს არის ჩვეულებრივი, ეს არის კაცობრიობის ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის გზა გვაჩვენებს ამას ხალხო. ეს არ არის მითხე თითი გამოწვეული. ეს ესო 12%, 10-12%. არა, მომიცავთ რა. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. როგორ შეიძლება ეგრეთ თქვა? ეს ჩვეულებრივი ცხოვრების წესი. ეს არ არის ჩემი მოგონილი. ნებისმიერი ქვეყანა, განვითარებული ქვეყანაში 12-9%-ია დასაქმებული. არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ეგ სხვა რამეა. მე არ ვიცი რა ნებისმიერი დარღვეულიყო. რა შეიძლება გააკეთოს აი ამ ხალხმა, რომელიც დღეს ითხოვს მიწას და აი რა საკანონმდებლო ბაზა არსებობს იმისთვის, რომ პრობლემა მოგვარდეს? ამისათვის აუცილებელია, სამწუხაროდ მათ უკვე მიმართეს და სამართალი გარკვეულწილად ვერ იქნა ნაპოვნი, მაგრამ შესაძლებელია ამ საკითხის წარმართა შესაბამისად, ეს არის სასამართლოს წესით ამ საკითხის გადაწყვეტა, იმიტომ რომ ერთ-ერთი საშუალება არის მხარეთა ურთიერთშეთანხმებით მოგვარება, კანონიერი ბერკეტების არსებობის გამოყენებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მხარეთა შეთანხმება არ მოხდა საკითხთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს წესით საკუთარი უფლებების დაცვის მექანიზმის ამოქმედების საფუძველზე. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას იმისთვის, რომ გამონახეთ დრო, მოხვედით გორში, ჩამობრძანდით გორში და აქ ისაუბრეთ საკმაოდ პრობლემატურ თემას. მე კი ძვირფასწავლე მაყურებლებს შევახსენებ, რომ სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სამ მარტივ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. ვინ, სად და რამდენ მიწას ფლობს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ და მხოლოდ მიწის პასპორტიზაციის ჩატარება შეუძლია. ჩვენ ამ თემებზე საუბარს მომავალშიც გავაგრძელებთ. ახლა კი გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.